ჩვენი პრინციპი მოკლედ ეხლა ავდგეთ და ჩავიბათ. მოკლედ მეგობრებო, დაიწყო ჩვენი მორიგი სამუშაო დღე. ნავიგაცია მე უკვე შეყვანილი მყავს, აქ დავიყენებ დღეს 13 საათს, რადგან 13 საათსაც არ ვაპირებ დღეს მუშაობას. ტაიმერი ჩავთი. აი. გავხსნათ სმენა, ოკეი, ქვევით, ვადიტელ 1, начало страны Პოლონეთი. არ ჩანს პოლონეთი. უკან და ოკეი. დავაყენე ჩაქუჩებს. ჩავებათ ეხა მისაბმელი. განახეთ ეხა მისაბმელი ჩახსნა ჩაბმას როგორ არის. აი ავიღებ ხელთათმანებს, სხვადასხვა აი აქ ესეთი რაღაცა მაქვს, ანუ წყლები, ბეღაცმლებითაც წყალი და აი ესეთი სივრცე აქ. აქაც არის რაღაცა, მაგრამ ეს ერთხელ გავხსენი არც მა გამოწმენდილი, ამას არ ხმარო. ხელთათმანები ავიღოთ, დავიდოთ და მივაქციოთ ყურადღება მხოლოდ აი ამ წერტილს, მეც არაფერს რა. აი ეს წერტილი უნდა შევსვათ ეხლა ჩვენი იქ. დანარჩენს არ უყურებთ, თუ ამ წერტილს აი ეს წავიყვან და შევსვათ ამ ადგილას, უკვე ეგ არის. და მისაბმელს მოვიყვან დაახლოებით ისე რომ ეს ესე იკეცება. მაგრამ დაახლოებით რომ ნახავთ რა აი ეს ბაკის კრიშკიდან დაახლოებით აი ესე მოვიყვანთ, რომ აქ შევიდეთ და შლანგები შევაერთოთ. ზუსტად თუ ვერ დაუცენტრებთ ამას მისაბმელს, პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ის ღერძი რაც გადის, ნახეთ რა მხელა ადგილია გვერდზე რომ მოხდეს, ის მერე თავისი შეისწორებს. აი ამ ღერძზე მაქვს საუბარი. ეს უნდა შევიდეს მანდ. ჩემ შემთხვევაში პრინციპი სტანდარტი, ანუ დიდ ბორულებზეა, ჩემი მეგა არის, დაბალი არ ჩემი მანქანა. და ესეთი სედლო მაქვს, რომელიც ზევითქვევით დადის. აი მაგალითად აერებზე მაქვს, ეს ნახეთ, ეხა ეს პალეცები გავა აქიდან იქ, ნახეთ. ხედავთ, გავიდა და ეხა ამას თუ წაეჩალიჩები, ეს უნდა ავიდეს და დავიდეს, მაგრამ ეხა ჩემ შემთხვევაში ეს ცოტა უკვე ძველია და ვეღარ ქაჩავს და ცოტა ხელით სჭირდება ხოლმე დახმარება, ეხა ვერ გაჩვენებთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პრინციპი ეგა, ამას რომ მოწევს ესე დაკეტავს. მე შუაში ვაყენებ და ამას რო ვაწევ, ეს უნდა აიწიოს, დაკეტოთ, დაიწიოს. მაგრამ მე ეხა უკვე წინასწარ აწეული მაქვს, აი რამ სიმაღლეზეა თუ არა და ეს უნდა იყოს დაბალ. აი წავედით ეხლა და ჩავიბათ მოკლედ. ამასობაში გახდებოდა ჩვენთან 3 წუთი. და დავიძართ. იქიდან რამე ხო არ მოდის. ამ გალოპიციარული მარტო არის ძალიან кайფი. ესე ვთქვათ, პატარა მანქანასავით დადის მარტო. აი ხა ჩვენი მიზანია რომ აი ეს ადგილი შევსვათ მანდ რა. მაგრამ თუ ოდნავ სხვანაირად მოგვივა, არ არის პრობლემა. ის თვითონ შეისწორებს ოდნავ სხვანაირად, მაგრამ ახან თავიდან ეხა დამწყებები იქნებით. ჯობია იმას ახსნათ, რა ქვია. ანუ სარკიდან აი ესე ჩანს, ნახეთ როგორ ჩანს სარკიდან, ხედავთ? აი ესე ჩანს სარკიდან, აი ხა შევსვი. მაგრამ მოდი ეხა წინ გავალ და განახილთ შორიდან როგორ ჩანს, თქვას. აი ესე როგორ ჩანს, ხედავთ? და ახლობთ ამ ადგილას ვაჩერებთ. ვარ უჩნიკებთ აუცილებლად, ვისაც ხელისუფლება მიაქვს, ეგეც არ დაგვავიწყდეს მოკლედ. და ამ პოზიციაში მანქანას ავწევთ. ამ პოზიციაში ჩემ შემთხვევაში ეს უნდა ჩავთოთ. ეს არის წინა პადვესკა, ეს არის უკანა პადვესკა. უკანა პადვესკას ავწევ, ეხლა ამას დავატოვები და უკან აიწევა, ნახეთ. აჰა, და წამოწია პრინციპი. კარგად დაველოდოთ, სანამ ბოლომდე არ აწევს. მაინც შემოდი და შეხედეთ, მე აღარ დაგჭირდებათ, მაგრამ შეხედეთ, აი როგორ ხედა იდეალურად ის პრინციპში. თუ რამე და ის გვერდზე რო იყოს, მაინც იმას იზავდა, რა ქვია, მაინც გაისწორებდა მაგას. ამის შემდეგ პირველ რიგში უბრალოდ ამოწევთ რუჩნოი ხო არის დარტყმული ყველა ვარიანტი, იმიტომ რომ ცოტა დაღმართია ეხა აქ და არის მასაქნას, რა ქვია, არ დაგიგორდეთ. აი ეს აქ ხდება ესეთი რამე მოკლედ. ეს არის ეს უნდა იყოს გამოწეული, ეს არ გვაინტერესებს, ახატი აკიდებას. ამას თუ შეწევთ, დაგორდება ეს უკან, ამიტომ ჯერ ამას ხელს არ ვუკიდეთ, ამასთან მოვალ ეხლა. არებები ვეცადოთ ხოლმე ყოველთვის დავკეტოთ, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაც მანქანა შემოდა, აქ კი არა, მაგრამ ეხლა იმიტომ დავტოვ, იმიტომ რომ აქ არ არიან, მაგრამ ზოგადად ჩვევად გქონდეთ, რომ არებები დაკეტოთ ხოლმე.
აი, მოდი არ მინდა ეს ხელთათმანები პრინციპში. მოდი ახლა ეს გავუკეთოთ, ეს ამას აქ ესეთი ზაგლუშკა, გადმოწევთ, წყალი რო არ ჩავიდეს. და პრინციპი ის არის, რომ ეს ამას ესე გავუკეთოთ. და მე დაატრიალოთ, რომ ეს ამაში ესე შეხტებს რა. მეტი ამას სხვა დანიშნულება არ აქვს. უბრალოდ ცალი ხელი ცოტა ძნელია, მაგრამ მაინც ვიზავ. აი ესე ამას აი ესე დააცენტრეთ, მიაწექით და გადაკეთეთ. ხებით? თუ ჰაერი ცოტა თუდად გამოდის, კიდე მოხსენით, არ არის პრობლემა და всё, ეხა კარგად ჩაჯდა, ნახეთ? ორი ხელი დადვილია. ცალი ხელი ცოტა ისე ამას გადმოუკეცავთ, მორჩა ეს მორჩა. ყოველთვის არის ესე დიდი შტეკერი, აქ ორი შტეკერია, მაგრამ ეს რო გინდოდეთ ამაზე არ წავა, ამიტომ რომელზეც წავა, იმას გავუკეთეთ, მაგრამ როგორც წესი ეს აქ დამხარია ხოლმე. ასე ორი პატარა კაბელი აქვს, ეს ახლა ჩემთან შავია, მაგრამ წესი თეთრი უნდა იყოს, თეთრში ის იმაში, მაგრამ მაინც არ წავა ეს ამაში, ხვდებით? სხვაგან ერთ მეორესთან არ მიდის რა. ეს გავუკეთეთ და ასევე მეორე გვაქვს ანალოგიური, ეს გავუხსენით და ესე მივაწექით ითით და ჩავკეთეთ. всё. ამისი ამბავი მორჩა. ეხა უკვე დავკეტავთ ამ ამბავს და შეგვიძლია მისაბმელი ავწიოთ იქიდან ფეხებით. შეგვიძლია ჩავსვათ. ამ შემთხვევაში მოდი ახლა ჩავსვავ მე ამას თქვენ გაჩვენოთ, მაგრამ მე წესით ახლა ავწევდი ამას დაუშვებდი და მე უფრო ადვილად შევაცურებდი. ავიდან ჯიგრები მეც იმედია წამოგეწევით. მოგეთ მისაბმელი ჩაბმულსა აწეულია, სედლო დამიზნებულია, შტეკერები ჩახსნისა, შლანგები გაკეთებულია, კაბელები გაკეთებულია და დავიძრებით უკან. ასე გაჩვენო თუ მოდი ასე გაჩვენოთ, აი ასე გაჩვენოთ. ძალიან დავაჯახუნე ხა სპეციალურად. ამდენი დაჯახუნება არ არის საჭირო. ახლა მეორეჯერ კიდე თქვენს გამო ჩავხსნი და იმას ვიზავ, მაგრამ მაინც ჯობია თქვენ დარწმუნდეთ ხოლმე, ხანდიხან არის ხოლმე ან ძველი, ან სედლო არ ვარ განაღაცა და არ იმაშვება რა, კარგად. მაგრამ თუ ჩაიბავთ პრინციპს, გირჩევთ რომ თავიდან სანამ დაამოღალთ და ესე წინ დაკაჩოთ ოდნავ. აი წინ დაკაჩოთ, ერთი უკანას დაკაჩოთ. ერთი კიდე წინ დაკაჩოთ და ნუ всё ჩასმულია რა. რომ ყოფილა შემთხვევები პრინციპი ვერ ჩაიბეს, გამოვიდნენ და ჩამოვარდა ეს პრინციპი. რუჩნოი არ დაგვავიდეს, იმიტომ რომ ხა ეს რომ მოხსნა, დაგორდება მანქანა. მოვდივართ აქეთ ამ მხრიდან. და ესე შეგვიძლია შევამოწმოთ, ეს ხო შეხტა. ეს ხო შეხტა, იმიტომ რომ ამას რო გინოდეთ ვერ გამოწევთ გარეთ, თუ აი ამას არ აუწევთ ჩემ შემთხვევაში. ზოგან მოსაჭერი აქვს, ზოგან არაფერი არ აქვს. აი, მოდი ახლა მოხსნათ ეს, ამას აუწევთ. გადმოვწევთ, ამას ორი პოზიცია აქვს. ერთ რო გადმოვწევთ მეორე სიჩქარეა, შიგნით რო აწევთ ნელი სიჩქარეა, ანუ აი ნელა დაიწყებს ეს ტრიალს, ხვდებით? და უკან რო გადმოვწევთ, ცოტა ჩქარა დაიწყებს ტრიალს და მალე აიწევა ეს. всё, ეს ისევ ავდექი და გავუკეთეთ აქ. მოგეთ მთელი ამბავი აქ ეს არის. ეს ჩამჯდარია, ეს დამწყები. ეხლა უკვე შემიძლია დაუშვა რუჩნოი პრინციპის. აი დაუშვი, всё. პარემ ამასაც გეტყვით, რომ ეს არის აწევა-დაწევა, მე მგონი წინა ვიდეოშიც გითხარით, ამას ესე ვერაფერს ვერ უზავთ, მაგრამ თუ შიგნით შეწევთ, აი შიგნით და გარეთ გამოდის. თუ შიგნით შეწევთ ამ საბნელს, ან ზევით აწევთ, ან ქვევით აწევთ. მაგრამ თუ აწევთ ზევით, იმიტომ რომ ხანდახან მაღალი რამპა ან დაბალი რამპაა, განსაკუთრებით ჩემ შემთხვევაში, როცა მეგა არის მანქანა და მისაბმელი ჩემი დაბალია ხოლმე, აწევა მჭირდება ხოლმე. როცა აწევთ, მე უკან გამოწევა არ დაგავიწყეთ, უკან რო გამოწევთ ავტომატურ პოზიციაში დადგება, თუ არ დაესწრო დაუშვათ, სადაც დაშვებული იქნება, ისე დარჩება. კარგით, ეხა დაუშვათ მანქანა და მოკლედ მისაბმელი მზადაა წასაყვანად. მანქანის დაშვება ჩემ შემთხვევაში ხდება, აი ეგ შუაში რო დააყენებ, მწვანეს დააწვევი და ავტომატურად დადგება ეს თავის. всё. მოგეს მისაბმელი ჩაბმულია, შეგვიძლია დავიზრათ. მაგრამ ეხლა ბარემ გაჩვენებთ ჩახსნასაც, იგივე პრინციპია, მაგრამ ნუ მაინც გაჩვენებთ, ეხლა იგივენაირად ჩახსნა როგორ ხდება. ზოგი იძახს რომ აი პერეცეპიო და რაღაცაო და არაფერი არა ეს პერეცეპის, ნუ არაფერი არა. ჩაოლებრივად ხოქავთ მანქანას, ავწევთ ზევით. ეხლა ამას ჰაერები ალბათ დაცლილი იქნება, მაგრამ მოერევა პრინციპში აქვს ჰაერები.
დავაყენე პოზიციაზე თქვენ რომელიც გექნებათ არ აქვს სულ მანქანაზე ვით აწევთ მაგრამ ნახე რა ხდება ამ მომენტში შეიძლება ეხა ის გამოსაღები რაცაა ის უკანა ცედლო ვერ გამოვიღო იმიტომ რომ მანქანა პრინციპი ესე რო დგას აქ რო დგას ესე რო იწევა ისიც ხო ესე იწევა და ამიტომ ამათ შორის მანძილი იზრდება და ის ღერძი ამას აწვება და შეიძლება ვერ გამოვიღო ეხლა ცადოთ თუ ვერ გამოიღებთ არაფერი უბრალოდ რუშნოიდან დაუშვებთ ზადში ჩააგდეთ და ოდნავ მიაწვევით რომ დაჭიმული კი არ იყოს აქით უკან მიაწვეთ რომ განთავისუფლდეს ის მიხდით რას გეუნებით ნახეთ აი ხა ამას რო გამოვწევა ეს ამას რო გამოვწევ ეს არის აგრანჩენია რომ აქით არ გადმოვიდეს მაგრამ ეხა გადმოვიდა აქ ცალი ხელი ძნელია მაგრამ ნუ გაინც ხნათ რა გადმოვიდა ეხა ეს გამოვწევ თუ არ გამოვიდა ესე იგი ეს აწვება ამას ეს რო აიწია პრინციპი უკან წავიდა ეს აქი და აქ არის მოჭიმული ეხა ოღონდ დაუშვებ და ოდნავ უკან მოაწვევით დარუჩნობულზე ამასაც ჩაულებრივად ადვილად გამოიღებ სავარაუდოდ როგორც ეხლა გამოვიღებ მე ამის გამოღება ესე ხდება აგრანჩენიას მოხსით გადმოვწევთ გამოვკაჩავთ ძლიერად ჩვენსკენ და გვერდზე მოვდეთ აი კბილი აქ ნახეთ всё ეს ეხა მოდებული არის უკვე რა ჩახსნილია ეხა ეს ისევ დაუშვებთ ფეხებს დავუშვით ფეხებს ის ჩახსნილია დავკაჩავთ წინ ოდნავ ცოტას გავალთ იმიტომ რომ არ დაგვავიწეს რომ შლანგები გვაქვს ჩასახსნელი რუჩნოის დარტყმა არ დაგვავიწეს აი ეს რო გამოწევ დაიცლება და რო დაიცლება всё უკვე ჰაერი ისაა რა ქვია უკვე დატორმოზებულია რუჩნო უკანა მისაბმე შემდეგ უკვე წავალთ წინ. ცოტა საკმარისია, დავარუჩნოთ, არ დაგვავიწყდეს. აი გამოვიდა ეს უკვე ამიდან, ხედავთ? ამან ეს გამოვიც რომ გამოვკაჩეთ, ამას ეყრება პალეტს ჩათვალეთ. რახან გამოვიდა, ეხლა დაუშვებთ. აგერ დაუშვით. მოშორდება ეს ამას, ხანდახან არის რომ ერთი ცუდად ალაგია და მარტო აქა და ეს იზედათ იწევა რომ ვერ შორდება ის იმას. აი ვერც ახლა ვერ მოშორდა პრინციპში, მაგრამ არა უშავს ქვევით ჩავრთავთ უკანა პოზიციას და ქვევით კიდევ უფრო დაუწევთ. всё, ეხლა მოშორდა უკვე, ხედავთ? აი. ხედავთ როგორ დაშორდა. მე ამას ისევ ჩავხსნით, აი ესე მოვაშორებთ, ჩავხსნით, სხვადასხვანაირადაა, მაგრამ ამას აქ ჩაკეტავთ მოკლედ ლამაზად. ამას აქ ჩაკეტავთ. ამას თავის ადგილას გაუკეთებთ. ეს პროსტა ისინი, ანუ გასაკეთებლები რომ არ იკოწიალოს იქით აქტორი. სხვა მეტიეს არაფერს არ აკეთებს. ამას ხელის მოსაწყვეტი აქვს აქ მარტო ეს რომ გამოვხსნ და გაუკეთებთ. და ეს უნდა ჩაკეტოთ. всё, მეტი არაფერი არ აქვს. და თვითონ ამათ ეს იკავებს, ნახეთ, აი აქ კბილი აქვს. აი აქ კბილი აქვს და ამას როცა მოდებთ, ეს კბილი აი მას ედება, ეხლა ეს გამოვარდება, მაგრამ ეხლა აღარ გამოვარდება, ხვდებით? აი. ასევე ჩავხსნით ამას. всё, მისაბმელი ჩახსნილია, გავწევოთ დავწინ და ჩავაქრო. მე რო ჩავაქრო, ეგ რუჩნოიზი ავტომატურად დადგება, ხედავთ, ელექტრორუჩნოიზი აქვს რაღაც პლუსებიც. ნახეთ ახლა თქვენ რო დაგავიწეთ რაღაცეები, ეს აქიდან ანუ იმის კარგად გადამოწობა რო გითხართ დაგავიწეთ, ეს აქიდან ხო ჩამოვარდება ხო და ეცემა ამას. მე დაეცემა ამას, სავარაუდოდ არ გაფუჭებს და ამის მე დაეცემა ქვევით. რამდენიმე დაცემია კიდევაც ქვევით პრინციპი და მე იმას მეორე სიჩქარით ვერ დაატრიალებ. პირველი სიჩქარი არის ძალიან ნელი. მაგრამ აი პირველი სიჩქარი ნელ-ნელა არ შესაძლებლობით როგორც ვიცი ბიჭებისგან 5-6 საათი ჭირდება რომ იმ პოზიციამდე წამოწიო რომ აქ შესვა ის რომელიც შენ წამოწიო.
ამიტომ ძალიან საჩალიჩოა რა. კარგით, ეხლა ეგრე დავაყენებ ტელეფონი კიდე და იქიდან გადავიღებ, ეხლა ჩვეულებად როგორ უნდა შესვათ. ხო, ხელთათმანები ჩავდები და ნახეთ, აი ძველი ჭურჭლის სარეცხის სეტკა მაქვს, ხვდები, ძველი ნახმარგო გაცვეთილი. და ეს რა შემჭირდება ახლა, ნახეთ. ლაბაოი, როცა მწერებისგან ძალიან ფუჭდება, ხო? ეს აი ეწეპება მწერები. მე ვერასდროს და არის სპეციალური სითხე. მაგრამ ნუ ახლა ჩვენ იმას დავდივართ, რომ ძალიან ბევრია საწმენი და ვერ წმინდა და როგორ ავიდეთ იქ, ყველას არ აქვს, მესწრეს არ აქვს, მაგალითად დავს აქვს და ამასაც აქვს, ნახეთ, ამას გადმოწევთ, ამას გადმოწევთ. აჰა. ორი საფეხური არის. და ჩვეულებრივად ახვალთ აი ადონეზე ახვალთ, ხვდებით? და მე ამას ესე წმინდა ხოლმე რა. და არ გკატრავს არაფერი. როგორც ნახმარი უნდა იყოს ძალიან დათხელებული უკვე. ასე შეგიძლიათ ამაზე თქვა ჩამოჯდეთ, რა ვიცი. ჩვენი ელი ჩამოსაზრდელი ადგილია, ხო? კარგი, მისაბმელი ჩავებით, წავედით ახლა. სულ ეგ იყო მისაბმელი ჩაბმა ჩახსნა, რაც დიდ პრობლემასთან არ არის. არის კომპანიები, რომ უნდა გადაუღო ფოტო, რემნები დათვალო. იქ ტვირთი შეამოწდა ბევრი რამე მოკლედ. ჩვენთან ეგრე არა, ეს ჩაიბი, ჩახსენი, ახლა საბურავი თუა დაშვებული და სტოპი თუა გატეხილი. თქვენივე დაინტერესებაა ეგ ხვდებით, რომ რაღაცა დაშვებული საბურავით არ წახვიდე და დანარჩენი არაფერი, ჩაიბი, ჩახსენი, მორჩა, წადი, მეტი არაფერი არ არის. კაი, წავედით ახლა.